ჩემო კულტურის სიახლეებს ახალგაზრდული ფესტივალი ფანატი დასრულდა. დახურვის გრანდიოზულ ცერემონიალზე რჩეულები 10 სახელოვნებო დარგში გამოავლინეს. ორგანიზაციის სპონსორებმა კი პრიზები თავიანთ რჩეულებს გადასცეს. პირველი მრავალჟანრობრივი ახალგაზრდული ფესტივალი უკვე მესამე წელია ტარდება. ის ხელოვნების 10 ჟანრს აერთიანებს და მასში 15-დან 29 წლამდე ასაკის ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ფანატის თანაავტორი და უცვლელი კონსულტანტი ნიკოლოზ რაჭველია. სხვადასხვა სახელოვნებო ჟანრებს კი ყოველწლიურად სხვადასხვა ცნობილი ქართველი ხელოვნები უწევენ კონსულტაციებს. ფესტივალი ფანარტი, ან როგორც ჩვენ მას უწოდებთ, მარტისტების კვირეული შთაბეჭდილებებით მილია. ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოქმედი გავიცანით და გავაცანით ფართო საზოგადოებას. მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა თვითონ ინტერესმა ამ ფესტივალისადმი, მონაწილეთა რაოდენობა და იმ ადამიანების შემოქმედებამ, რომლებიც ამ ფესტივალის ფარგლებში დაცდა საზოგადოებას წარუდგინეს. მე მივიღე მონაწილეობა ლიტერატურაში. ერთი მოთხრობა მქონდა, გამოგზავნა და ისე აღმოჩნდა, რომ 7 ფინალისტს შორის აღმოჩნდი. კონსულტანტმა დათო ტურაშვილმა აგვარჩია და დღეს კიდევ ესე უცებ გავიგესურვათ, რომ რჩეული ვარ TBC ბანკის ამ ჟანრში ძალიან ბედნიერი ვარ, არც კი ვიცი რა ვთქვა და ვფიქრობ ძალიან კარგი საქმეა ეს ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვართ სხვადასხვა რეგიონებიდან, თბილისიდან არ ვართ ყველა და ჩვენთვის არის სტიმული, რომ წეროთ და გავაგრძელოთ და ვაკეთოთ ის კარგი საქმე, რასაც ხელოვნება ქვია.